პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ხო, დილას მომივიდა მესიჯი ესეთი პოლიციის რაღაც მესიჯით, რომ რაღაცა ჩემი მანქანით, რომელიც არ მყავს მანქანა, რაღაც დავარღვიე, მოძრაობის წესით რაღაც გავაჩერე არასწორ ადგილას და ამისთვის მიწერია 5,000 ლარიანი ჯარიმა 8 მარტის ქალთა მარშის დღეს. ნუ ხა ყველა ხვდებით ხო ეს რა თქმა უნდა მანქანის დაჯარიმებაზე არ არის რეალურად საუბარი არის იმაზე, რომ დაიწყო რეპრესიები, ამას ჩვენ ველოდებოდით. უბრალოდ დროის ამბავი იყო, როდის ამოქმედებდნენ აი ამ რაღაც უაზრო ბირკეტებს, სისურელეებს. დილას მეგონა რომ მხოლოდ მე ვიყავი, ასე ვთქვათ, გამორჩეული ამ მესიჯით, მაგრამ შემდგომ უკვე დღის განმავლობაში გაირკვა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ არაერთი ადამიანი, თვითონ თამთად გიორგი ოკმელაშვილის მეუღლეც, როგორც ვესაუბრე, გაირკვა, რომ თამთასაც იგივე მსგავსი ჯარიმა მიუვიდა და ნუ შემდგომ მოედო უკვე ყველამ გაასაჯაროა ეს ინფორმაცია. ძალიან კომიკურ მდგომარეობაში არიან რეალურად არიან ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რა ვიცი, იმას არ ვიცი ხვდებიან თუ არა, მაგრამ ძალიან ბაგრავებთ აი ამ ბრასში და როდის რა პასუხი იქნება, არავინ არ იცის, ასე რომ ძალიან ისე თქვა ბეწვის ხიძე გადიან საზოგადოების ემოციებსა და მდგომარეობასა და მათ მომავალ შორის, ასე რომ არ ვიცი, ვნახოთ რო გვიჩვენებს, ჩვენ არ გვეშინებს მსგავსი რაღაცა სისულელი, რაღაც კომიკური მესიჯები, ასე რომ მზად ვართ საბრძოლველად და გავაგრძელებთ ისევ იგივე შემართებით თუ არა მეტით. კეთი, ხვალ არის პროცესი ხო ირაკლის მათ შორის სხვა პირებთან ერთად, სისტემის სხვა ტყვეებთან ერთად დღეს 8 პირის პროცესი იქნება. აი ამაზეც მითხარი თუ შეგიძლია გთხოვე სრული სურათის შეფასება, კი პრინციპში შენი პასუხი ამაზე რომ ეს არ მოქმედებს, ასე თქვა თქვენ შემართებაზე, ეს გასაგებია, მაგრამ ნუ მაინც არ არის ხო მარტივი ვითარება რეალურად და ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ ყველა თქვენგანს გქონდეს გარკვეული мотиваცია. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია? დიახ, ნუ ეხლა მიმდინარეობს 8 ბიჭის ერთი ჯგუფის ჭყალებში სასამართლო, ხოლო ჩვენი სასამართლო იქნება 11 კაციანი ჯგუფის. იცით რა არის? არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები, არც დღევანდელი დღის დასრულების შემდგომ და არც ხვალინდელი დღის დასრულების შემდგომ. უბრალოდ თვითონ ალბათ რა სულის პატრონებიც არიან, გონიათ რომ სხვაც იგივე სულის პატრონი არის, მაგრამ ვერ ხვდებია რომ ჩვენ საერთოდ სხვა мотиваცია გვაქვს და სხვა ღირებულებები გაგვაჩნია, ფიქრობენ რომ ის რა ღირებულებებიც მათ აქვს და შეიძლება რომ გატეხონ ეს ღირებულებები რაღაც უაზრო ჯარიმებით და დაშინებით და სიტყვის თავისუფლების აღკვეთით, გონიათ რომ ჩვენ შევშინდებით და არაფერი განსაკუთრებული ამაში რეალურად არ არის. ეს მეტყვი რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაითავისოს და დარწმუნებულია რომ უკვე ძალიან ყველას კარგად ესმის თვითონ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც კი, იმიტომ რომ იმდენად სასაცილო და კომიკურ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავს და თავიანთ ამომრჩეველსაც ამასთან ერთად. მე ამას აღვქვამდი ისე დავარქმევდი ამას იმ საკითხს, რომ თავის ამომრჩეველსაც კი დასცინიან, იმიტომ რომ თუ აქამდე კეთი რა ზერეთი დასცინიან. თუნდაც იმ ნაწილში რომ ეს არის სამართლებრივად ყოვლად გაუმართავი ჯარიმები, არაფერს არ ექვემდა არაფერში არ წერია საერთოდ ის რა ასპექტი, ანუ რა როგორ გითხრათ, აი რა მოცემულობითაც ისინი ცდილობენ რომ ეს ჯარიმები გაგვიწერონ და გამოგვიწერონ ჩვენ საზოგადოებას, ხო? ეს უკვე ძალიან სასაცილო არის, იმიტომ რომ რაღაც სერიოზული საფუძველი ხონდა არსებობს, აი ამ სერიოზულ საფუძველს არის ყოვლად მოკლებული მათი ქმედებები და უკვე იცით რა არის პოლემიკაში რომ შესაძ შევდივარ უკვე თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველთან, ძალიან რთული ხდება მათთვის გაამართლონ ქართული ოცნების ქმედებები. აი აქედან გამომდინარე ვამბობ იმას, რომ თავიანთ ამომრჩეველსაც ძალიან ცუდ და კომიკურ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთი ქმედებები და კი ბატონო, ასე რომ ბრძოლა ბოლომდე და გავიმარჯვე სახელოვნად ნამდვილად. დიდი მადლობა კეთი, დაგემშვიდობები ირაკლი ქერაშვილის და კეთი ქერაშვილი საუბრობდა დღის